სალამი მეგობრებო. დღეს Shadow Phantom-ის მაგივრად ყავს Triumph Trident. ეს შემთხვევით აღმოგვაჩნდა ფეხებ ქვეშ Triumph-ი ისევ. რა Triumph-ი? საკმაოდ გაყვირვებული ვარ, მინდა გითხრათ. ამ პატარა არ ვიცი რა დავარქვა. პატარა ბზიკი არის. ძალიან პატარა არის და ისეთი კარგი შეგრძნებები აქვს, რომ სად წავიღო არ ვიცი. 2 დღე მყავს და გაჩერება არ მინდა, ძალიან სასიამოვნო სატარებელია. ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება რომ დაგჭირდეს, რომ გქონდეს street bike-ზე. თავისი მოუდებით დამთავრებული, რა ვიცი, display-ით, მუხრუჭები, რომელიც რო შეხედო, მისინი არის და დიდი არაფერიო იტყვი, მაგრამ საკმაოდ კარგად ამუხრუჭებს და საკმარისი არის აი ამ წონისთვის და ძალისთვის რა. ძალიან მობილური და მჩატე არის მოტოციკლეტი. არ ვიცი, აი ყველაფრით გარდა სიმძლავრისა გეუბნება რომ დამწყები დაждდეს, მაგრამ აი მანდ არის ზუსტად ერთი პატარა ნიუანსი, რომ საკმაოდ ძლიერი არის მოტოციკლეტი და არ მგონია რომ კარგი იყოს დამწყებისთვის, ეგრევე ამეთი დაიწყოს. ეს არის ჩემი აზრით დამწყები მოტოციკლეტებიდან ამოსვლა, ვისაც სურს ზემოთ ისე რომ ეგრევე რაღაცა იმაზე არ დაждდეს, რაკეტაზე. აი Ninja 300-400-დან შეგიძლიათ ამაზე ამოხვიდეთ, სანამ რამე 4 ცილინდრიან დიდ ლიტრიან რაღაცაზე გადახვალთ. დაბალი არის, ჩატე არის, მუხრუჭის დროს წონა არ წაგვიღებს აქეთ-იქით, მარტივი დასამორჩილებელი იქნება. სამი ცილინდრი, თან რაღაცა ძლიერი არის, თან მაღლაც შეუძლია წასვლა. მოკლედ, დაბლებზეც და მაღლებზეც გადასარევად მუშაობს. შეგიძლია ესე გაძვრე-გამოძვრე ქალაქში, შენი ზომისგან გამომდინარე. ცოტა ძალიან ვიწრო არის რა, სახელურებიც კი ძალიან ვიწრო აქვს. ქალაქისთვის კარგია. თუ მინდა რომ მაღალი გაზით ვიარო. ხმაც აი ისეთი კარგი აქვს, ძრავს თვითონ. მაყუჩებს არანაირი ხმა არ აქვს. ეგეც რაღაც მხრივ პლუსი არის ქალაქისთვის, მე თუ მკითხავ. წყნარად ღამე შეგიძლია ისე დაქოქო და იარო, რომ არავინ არ შეაწუხო. რაღაც მხრივ პლუსი არის ნამდვილად, მაგრამ ალბათ საერთოდ არ გამოჩნდები გზაზე. არ ვეთანხმები იმ თეორიას, რომ მაღალი მაყუჩები გადაგარჩენს ან რაღაცა, მაგრამ მაინც რაც მეტი გზაზე გამოსაჩენი ატრიბუტი გვექნება, მით უკეთეს. ერთ-ერთი ხმა არის რა. აი მოსახლეობისთვის არის შექმნილი. სკამიც, აი ისეთი ფორმა აქვს, ჯერ ერთი არ მტკივა საჯდომე. მეორე ფორმა ისეთი აქვს, რომ აქსელერაციის დროს უკან ტრაკი ჩადებული გაქვს და არ გიშვებს არსად რა, გამაგრებული ხარ. უკან ჯდომისთვის მე მგონი ცუდი სკამი არის, ზოგადად ეს მოტოციკლეტები ჩემი აზრით არ არის უკან ჯდომებისთვის. რაც არ უნდა თავში ჩამარტყათ, ეხლა ამის გამო რაღაცა არაკომფორტული არის. ესეც ჩვენი Triumph Trident-ი 660 კუბი გამოიმუშავებს 89-ის ძალას სადღაც. აქვს 66 ნიუტონ-მეტრი თორქი, არის 189 კილო სავსე და არის naked street bike-ი, რომელიც ასევე ცოტა რაღაცა კლასიკაშიც გადადის ამ თავისი მრგვალი ფარით, ბაკის ცოტა ესეთი რაღაცნაირი ფორმით.
ძალიან მომწონს. შოვას ამორტიზაცია გვაქვს. წინ 2 დისკიანი ნისინის მუხრუჭები, უკან 1 დისკიანი ასევე ნისინის მუხრუჭი. ჯერ ალამაზი არის, просто აქ ლოგოც კი არის. ამ ფასად ესეთი ხარისხი არ ვიცი, ძალიან იშვიათია. $800 ღირს ახალი. რა თქმა უნდა, ეხა ფრეიმი თვითონ არის ალუმინის მაგივრად რკინა, რაც სწონას ცოტათი მატებს, რაზეც ეკონომია გააკეთეს. ასევე ცოტათი რაღაცნაირი პლასმასი არის ეს, მაგრამ ძალიან უხდება და მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ პლასმასთან. მუხრუჭებზეც არ გაუკეთეს ბრემბოები, გააკეთეს ნისინი, მაგრამ საკმაოდ კარგად ამუხრუჭებს. მე პრობლემა არც ამასთან მაქვს. არარეგულირებადი ამორტიზაცია აქვს. უკანაზე შეგვიძლია დავაყენოთ წონისთვის preloads, რასაც ეძახიან. ეგ გვაქვს ჯაჭვით გადაცემა. აქვს 2 მოუდი გზის დაწვიმის, რომელიც სავსებით საკმარისი არის, მეტი არც გჭირდება ადამიანს. ასევე traction-იც გვაქვს და ABS-იც, რომელიც ამ 2 მოუდის ცვლილებით იცვლება. საკმაოდ ლამაზი დისპლეი გვაქვს. სტატიკურად არის ეს ზედამხარე არ იცვლება, ხოლო ქვემოთ ეს ყველაფერი ინფორმაცია მარტივად გვაქვს და ძალიან კარგი არის, მომეწონა, ისევ რეტრო სტილი, მაგრამ ტექნიკით ამოტენილი. როგორც ხედავთ, ახალი ჩამოსულია ეს ბაიკი. ხელი არ დადებია საერთოდ, გარდა იმისა, რომ სარკეები დაუმაგრდა. დანარჩენი ესე ჩამოვიდა, აკუმულატორი შეიცვალა, ზეთი გამოიცვალა, სერვისს ჩაუტარდა მოკლედ და იყიდება. თუ დაგაინტერესებთ, ქვემოთ აღწერაში ჩემი სოციალური ქსელები წერია, მომწერეთ სადმე, დაგაკავშირებთ, არანაირი პრობლემა არ არის. მე პირადად არ ვიცი, ძალიან გაოცებული ვარ. ძრავია, იმდენად სტაბილური არის. ყველგან გაქვს ძალა. სიჩქარების გადაცემები არის რაღაცნაირად ერთი ზომის თითქმის ყველა, ძალიან კომფორტული არის მოკლედ. ეს არის Suzuki SV650, Kawasaki Z650, შეიძლება ითქვას 2 ცილინდრიანი ნინძები 650-იანები რაც არის. მაგათ კლასში ზის და მაგათი კონკურენტი არის რა. ოდნავ ძვირი შეიძლება იყოს ვიდრე იაპონური ბაიკები, თავისი ნაწილები იქნება თუ სერვისი ოდნავ ძვირი ოღონდ, მაგრამ სხვა იტალიურ ბრენდ Ducatis თუ შევადარებთ, მაშინ ბევრად იაფი არის ეს რა, ამიტომ რაღაცა შუალედი აქვს დაჭერილი. არ ითვლება პრემიუმ ბაიკად, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ხარისხის მოტოციკლეტი არის. ნოლიდან 100 Triumph Trident 660. Kawasaki Z650-საც გადავიღებ. არც იმაზე მაქვს დიდი გამოცდილება ტარების და ამაზე საერთოდ პირველად ვზივარ. იმაზე რამოდენიმეჯერ არ მჯდარი და კაი იქნება შედარება ორივე პირველი შთაბეჭდილებების. ჯერჯერობით სუბიექტურად ვარ განწყობილი და გონია რომ ტრიუმფი მოიგებს მაგ შედარებაში ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ძალიან კარგი ბაიკი არის და სასიამოვნო არის. დავდივარ და ვკაიფობ. ერთმა გამრავოდ გლოვერება. არავითარ შემთხვევაში დამწყების ბაიკი არ არის და ისევ ამას მოუბრუნდები. საკმაოდ ფიცხი არის და ბევრი შეცდომა შეიძლება დაუშვათ. ომამ და წონამ არ უნდა მოგვატყუოს. ძალა გვაკლი არაფერი. გამატარები ძია რა. ძალიან კარგად უხობს. ჩემსაც ბევრად ჯობია მანევრში. სიმძიმის ცენტრი ქვემოთ გვაქვს, დაბალი არის. შენი ტანის პატარა მოძრაობაც კი ეგრევე მოტოციკლებზე აისახება რა. 10,000 ბრუნი გვაქვს, რომლებსაც საკმაოდ კარგად ატრიალებს, აი 3-4,000-დან უკვე მე მგონი 2-დან. ნახოთ. 2000-დან უკვე
მთელი ძალა გვაქვს რა. წვითაც აშკარად საკმაოდ ცოტა სწვავს. კარგია. რაღაცა შერწყმული ვარ ბაიკთან, ერთნი ვარ. სკამი ძალიან მომწონს. კავაზაკის სკამს მირჩევნია ნამდვილად. აი ეს 650 გასარკვევი არის. იამაჰა შეგვიძლია დავუყენოთ გვერდზე MT-07 რაღაცნაირად იგივე კლასშია, მაგრამ აი ძალიანაც არ ავწდებით იამაჰას ჩემი აზრით ერთ ჭრილში იქნებია. ერწყმული ვარ მოტოციკლებთან ვენომი არის. ძრავის მოცულობამ არ მოგვატყუოს ხოლმე მეგობრებო, იმიტომ რომ ეგრე 1200-იანი XL სპორტსტერიც 1200-იანია, მაგრამ 1200-იანია ასევე ჩემი ბაიკიც. და XL შეგიძლია მაინც დაიწყო და მოტოციკლეტის დარება, მაგრამ ჩემით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყო. წონასთან შეფარდებით ძალა იმდენი აქვს. 199 კილო სავსე, როცა 80 ცხენით ხარ და 66 ნიუტონმეტრი თორქით, არ არის ცოტა. კი, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჭდებიან და ეგრევე რაღაც სასწავლო მოტოციკლეტებს ისე კარგად ატარებენ, რომ გეგონება მთელი ცხოვრება მოტოციკლებზე ზისო, მაგრამ ჩვენ ეგეთ ადამიანებზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ უბრალოდ მოკვდავებზე ვსაუბრობთ. აი, მუხრუჭიც საკმაოდ კარგი არის და ვერაფერს ვამბობ მუხრუჭებზე ნამდვილად. მადლობა ტრიუმფ. ესეთი კარგი ფასიც, ხარისხიც, შეგრძნებებით. თავი ხო რეალურად საბოლოო ჯამში შეგრძნება არის რა შეგრძნებას გვიტოვებს მოტოციკლეტი. და არა ბრენდი და არა ფასი და ასე შემდეგ. თავი არის შეგრძნებები. რისთვისაც ვზივართ მოტოციკლეტზე და რაც გვახარებს არის შეგრძნება. თქმა უნდა ვიზუალიც გვახარებს. ზოგს არ მოსწონს ხოლმე. აი ეს მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ამასთან. მომწონს ძალიან კარგი კუდი აქვს. სუფთა ცარიელი არაფრის მოჭრა და გადაკეთება არ გჭირდება, უკვე ისეთი ლამაზი. ვართ წყლის გაგრილებაზე. აკიდების სისტემა არის ურბილესი და მოსახოებშიც არ თამაშობს, რაღაცა სუალედი არის დაჭერილი. ძალიან დიდი მადლობა ტრიუმფ. ძალიან კარგი საღებავი არის. ბზინავს. განვაგრძოთ გზა. ძალიან კარგად ვზივარ. ფეხები არ მაქვს ძალიან უკან. კარგ ფორმაზე მაქვს მოხრილი. ხელებიც ძალიან კარგად მაქვს წინ. წელიც არ გაქვს მოხრილი. მოკლედ ვერაფერს იტყვი. ძალიან სახიფათო ცუდი გზა არის აქ. აი პროსტა დაგყვება მოტოციკლეტი. გაიფიქრე და წავა, ნიუროლინკი აყენია მე მგონი შიგნით. აჰა, წვიმის რეჟიმიც საკმაოდ კარგი არის. დააგდო ამანაც ცხენის ძალები. შენიც სხვანაირად არის ახლა. უფრო მეტად არის მობილიზებული, რომ გორბალი არ გაცურდეს. ნული ძალის ხმევა გჭირდება ამ ბაიკის სატარებლად. მართლა ნეუროლინკი აყენია. ვიღაც სკოლა არის აქ. აი ამორტიზაცია გვაქვს გადასარევი რა.
დამიწერეთ კომენტარები, რა გაინტერესებდათ, რა დაგაკელით. იყიდება ეს მოტოციკლეტი და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ დაგეხმარებით ამ მოტოციკლეტის შეძენაში. ზოგადად 2021 წელს განაახლა თუ არ ვცდები ტრიუმფმა ამ მოდელების გამოშვება. მანამდე რადგან 60-იანებში ძალიან პოპულარული იყო ტრიუმფი, იმიტომ რომ სწრაფები იყვნენ. ამ დროს იაპონიამ გამოუშვა 4 ცილინდრიანი CB 750, რომელთანაც კონკურენტი ტრიუმფს არ ყავდა და მოუწიათ ახალი მოტოციკლეტის შემუშავება. 68 წელს გამოუშვეს პირველი ტრიუმფ T150 Trident-ი. რა ხდება? დავაბრუნოთ როუდზე და გამოცოცხლდა ეგრევე. უპრობლემოდ შვება ყველაფერს, რაც აქვს დავალებული. აბა, დროებით მეგობრებო.